რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელზეც გაერთიანებული დემოკრატები უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუ ვინმე არის წინააღმდეგი აი ამ რეალობის, ესენი არიან პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ვეღარ შევა პარლამენტში 45%-ით და ის იქნება პრაქტიკულად რამდენიმე კაცი წარმოდგენილი პარლამენტში. ამის წინააღმდეგები არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც საერთოდ ვეღარ შევლენ ვადამდელი შემთხვევაში პარლამენტში და ამის წინააღმდეგი იქნება, რა თქმა უნდა, თავისუფალი დემოკრატები, ძალასანია, იმიტომ რომ ისიც ვერანაირად ვეღარ მოხდება ხელისუფლებაში და ვერანაირად ვერ შევა პარლამენტში ვადამდელი შემთხვევაში სერიოზული ძალებით. ამიტომაც აი ამ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს იმის ძალიან სერიოზული სურვილი და ამას მალე დაინახავს მთელი საქართველო, რომ ისინი შეეცდებიან შექმნან ახალი საპარლამენტო კოალიცია, ახალი საპარლამენტო უმრავლესობა, ჩაანაცვლონ დღევანდელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრად სავარაუდოდ ისევ მიხეილ სააკაშვილი დაგვიბრუნონ. აი ეს იქნება მათი მთავარი მცდელობა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შეტარება გარდაუვალი პროცესია დღევანდელი კრიზისის ფონზე, მაგრამ წინ უნდა უძღოდეს მას მთლიანად ცვლილება დღევანდელი საარჩევნო სისტემის, რომ ის მაპატიეთ ამ სიტყვაზე მარაზმი ერთხელ და სამუდამოდ აღმოუფრათ, რაც ამდენი ხანია ქვეყანას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის საარჩევნო სისტემის სახით და ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ ეს ძალები გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ახალი საპარლამენტო კოალიცია შექმნან უმრავლესობა და მიხეილ სააკაშვილი დააბრუნონ პრემიერ-მინისტრად. მე გეტყვით, რომ ამას გაერთიანებული დემოკრატები ყველანაირად შევეწინააღმდეგებით. საჭიროების შემთხვევაში მრავალათასიანი მიტინგების სათავეში ჩავდგებით და ამას არ დაუშვებთ არავითარ შემთხვევაში. ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებას პირდაპირ პროპორციულად კედლად აღუდგება წინ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. რიგანეში არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დამტკიცებული გვაქვს საზოგადოებაში და ჩვენი რეალური შედეგები ამას საზოგადოებისათვის ძალიან ნათელია, რომ ბოლო ორ არჩევნებში 10%-იანი შედეგის დაფიქსირება ერთმნიშვნელოვნად ძალიან კონკრეტული და ძალიან ხელშესახები შედეგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვადამდელი შემთხვევაში საზოგადოების ძალიან დიდი მონაწილეობა დაფიქსირდება და არა 30% ამ არჩევნისა, მერწმუნეთ ეს 10% მხოლოდ და მხოლოდ გასამაგდება. ეს ჩვეულებრივი კანონზომიერი საარჩევნო მათემატიკაა და არაფერი ამ შემთხვევაში პოლიტიკური არ არის.